ქართული ტრადიციული კერძები თანამედროვე მომსახურებით ემჯგუფის რესტორნების ქსელი ინოვაცია სტუმრებს უკვე ხვალიდან შესთავაზებს ალაკარტე და სომელიე, რომელიც კერძების შესაბამის სასმელს შემოგთავაზებთ. ახალი პროექტისთვის სპეციალური გადამზადება გაიარა რესტორნების პერსონალმა. თანამედროვე ფორმით და დეკორით მიმტანებს სუფრაზე ტრადიციული ქართული კერძები შეაქვთ. ალაკარტე ან პორციულად საკვების მირთმევა ემჯგუფის ნოვაციაა. ალაკარტესთან ერთად სუფრის წევრებს სომელიე კერძის შესაბამისი ალკოჰოლური სასმელი შერჩევაში ეხმარება. შედარებით სქელი არის ძალიან არომატული, აქვს განსხვავებული და განსაკუთრებული არომატები. თუ ჩვენ რამე ცივ კერძებს შევუკეთოთ სტუმარი, ჩვენ ვურჩევთ კონკრეტულ კარგ თეთრ ღვინოს, ეს შეიძლება იყოს მშრალი, რომელიც შეიძლება იყოს დავარგებული მუხის კასრებში ან ახალგაზრდა თეთრი ღვინოები. ახალი პროექტი ქართული ალაკარტე თანამედროვე მომსახურებას გულისხმობს. მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით კერძის პორციასთან და შემადგენლობასთან ერთად მისი კალორიულობაც ითვლება. ემჯგუფი არის პირველი, რომელმაც დანერგა საქართველოში ეს მიწოდების ფორმა და როგორც ქართველებს, ასევე უცხოელ სტუმრებს შევთავაზეთ ალტერნატიული ფორმა ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნების. ახალი პროექტი ემჯგუფის წარმომადგენლებმა დღეს დიპლომატიურ კორპუსს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს. ძალიან კარგი იდეაა, მენიუ არის მრავალფეროვანი და ვფიქრობ, რომ უცხოელი სტუმრებისთვის ეს იქნება ძალიან პრაქტიკული და კარგი შემოთავაზება. ძალიან მომწონს კომფორტულია ასეთი სახით საკვების შემოთავაზება. მით უმეტეს რომ ქართული კერძები ასე უფრო გემრიელია. მომსახურებასთან ერთად შეიცვალა ტრადიციული კერძების გაფორმება. ასორტს, რომელსაც მზარეული ამზადებს, 4 სახეობის ყველის გარდა თეთრი ყურძნით აფორმებენ. ალაკარტესთვის გადამზადდა პერსონალიც. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კერძების გაფორმებას და შეეხამებას ერთმანეთთან. აქ იქნება სპეციალურად დეკორირებული მაგიდა და ასევე კერძებით. თავად იქნება შეხამებული, დოზირება იქნება შემცირებული და ადამიანს შეუძლია მიირთვას იმ დოზით, რა დოზითაც სურს. მომსახურების ახალი ფორმით სარგებლობა ემჯგუფის რესტორნებში უკვე ხვალიდან შეიძლება. თბილისში არსებულ რესტორნებთან ერთად პროექტი ქართული ალაკარტე კურორტ ყვარლის ტბაზეც იმუშავებს.